მოვდივარ ხალხო ჩავრთე ვიდეო და დამაცადეთ რომ მივიდეს კამამდე. გამარჯობა. ერთი წუთით. მე ვინმე არ დამიწეროს რომ ჩართე და არა ჩანხარო. მოვდივარ და გამოვჩნდები. შარვალი ავწი. დავჯექი. ვიდეო არის აეგრე. მე ამ დგომი არა ვარ. გინდა იყოს, გინდა არ იყოს. მე ვერ ავდგები ახლა და ვერ გავასწორებ. ძალიან ნერვები მეშლება რომ აყირავებულია, მაგრამ მეტი გზა არ არის. მოვედი. იმაშეთეს ვთხარ ერთი ჭიქაწყალი მომიტანე მეთქი. გამარჯობა ხალხო. როგორ ახართ? შემეკითხებით შე როგორ ახარ? მე მოგახსენებთ. ვაიმე დედა, ცხვირსახოციც კი კარგი იყო რომ მომეტანა, მაგრამ არა უშ ეგრე გავიშვა იმასავით, რა ქვია, ინტერნეტის ბალღივით. ხალხო. მე კიდე არავინ დაწეროს ინტერნეტის ბალღი რას დასცინის, რომ ჩვენთან ესეთი გამოთქმა იყო ხოლმე ბავშვობაში. ვაიმე, არ ვიცი საიდან დავიწყო და როგორ დავიწყო. პირველ რიგში მადლობა ყველას, ვინც კითხულობდით, ზოგი იწერებოდა კომენტარი, ზოგი იწერებოდა პირად შემწერდა ძალიან ბევრი და არ ვიცი ვის აუპასუხობდი და ან რამდენი ხნის დაგვიანებით აუპასუხობდი და ან როგორ ან ვისაც არ უპასუხე კიდე არ ვიცი, მოკლედ. ნუ განმსჭით ძალიან აგთხოვთ, იმიტომ რომ არანაირად არ შემეძლო მე დღეში 30-40 მესიჯი მეგზავნა, არ შემეძლო. არც ახლა არ შემიძლია. ისა, იტყვით ახლა რომ ახლა უფლად ვიღურები. რა უნდაო ისა უსაქმურად იწექიო, არა მასე არ არის, არა მქონდა არც ტელეფონის ჭერის თავი და არანაირად. მოკლედ რა, თუ გამიგებთ და მადლობა კიდე ყველას, კიდე ვიმეორებ, ვინც ამ კითხულობდით. ჩემი გაინტერესებდათ ჩემი ამბავი და კარგს მისურვებთ. ეხლა კიდე თავიდან რა უნდა ვთქვა ხოლმე, ინოჩენტემ ეხლა დადო სიმღერა. ეხლა დადო სიმღერა, იმიტომ რომ ხალხი აჩერებს ქუჩაში და ეკითხება თავისები რა აკაურები, რომ რა არის და აღარა ჩანხარ. ლელა და ნიკა. ნიკას უთხარი ლელა. ან აყურებინე, ან ნიკას მივმართავ. არავის არ დაგვავიწყდი ნიკა. ვერაფრით ვერ გააკეთა ის სიმღერა, არა იმიტომ რომ ვერ გააკეთა დრო არ არის და ოჯახური და ჯანმრთელობის პირობების გამო გაკეთდება ნიკა შენი სიმღერა და დადებს აუცილებლად. ეხლა რაღაცა იპოვა, რომელიც იყო მზად და უბრალოდ დავდებო რომ ხალხს არ დავავიწყდეო. ასე რომ ვისაც გაინტერესებთ, მე მომწონს ჩემი საყვარელი, ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა არის დონბაკის სიმღერა არის და დადო და მოკლედ ეგ ისე გითხარით როგორც ყოველთვის რომ ინფორმაციას ჩემ ქმარზე გაწოდებთ ხოლმე. თუ გაწვდით ხოლმე. რავი როგორც არის. ეხლა მე ჩემ თავზე მოვბრუნდები ხალხო. რაც კიდე რაღაცა უნდა მეთქვა პირველ რიგში და დამავიწყე. ვინც არიცით, ვინც ახალი გადამაწყდებით და რა აკრუსუნებს ამას და რა მოვიდა რა არაო, მუხლზე გავიკეთე ოპერაცია, პროთეზი, მუხლის პროთეზი. ქალი რომ იმშობიარებს ხოლმე, ხო იცით თქვენ და რო იძახის რომ მორჩა, მე ამას აღარ ვიზავ, აღარ გავაჩენო, ზუსტად ეგ სიტუაცია მქონდა რა. მე რომ ცოდნოდა რომ ეს უნდა გავიარო, რასაც ახლა გავდივარ, არა, შეიძლება ახლა ვფიქრობ ნეტა წავიდოდი ამაზე თუ არა მეთქი და აი ის ქალი ქუჩაში რომ ხდება და რომ გავალ და ვნახავ, უნდა უთხრა რომ რა გაგიკეთეს და ან რა ხედა ქვახარ ამისთანა მეთქი რომ ერთი გაიკეთა მაისში და მეორე დეკემბერში, ანუ 6 თვის მერე მეორე მუხლი გაიკეთა და არ ვიცი, ოღონდ უნდა ვთქვათ ერთი რამე.
ყველა შემთხვევა ერთნაირი არ არის, ჩემი იყო ჩაოხრებული. მე არ გამიკეთდა მინი ინვაზივა, რა ქვია მაგას არ ვიცი ქართულად, ეხლა არ ვიცი ქართულად რა ქვია ის მინი, მარტო ცოტაზე რო გაჭრიან და ჩადგავენ. მე არ გამიკეთდა, მე აეგრე მამა პაპურათა ვარ გაჩეხილი, მუხლის ზემოდან ბოლომდე და რა ქვია მაგას ხო, იცოდეთ რომ სიტყვები მავიწყდება და ეგეც იცოდეთ. ანესთეზია ხო იყო სპინალე, ანუ ხერხემლიდან რა. და ამ შემთხვევაში ფაქტიურად, ცოტათი კი ხარ გაბრუებული, მაგრამ ხო ყველაფერი გესმის, რა თქმა უნდა, გონზე ხარ, ჩვეულებრივ არ უნდა დაიძინო, არაფრად. ხო და ყველაფერი ხო გესმის, ახლა ტკივილი არა გაქვს იქ სადაც რას გიკეთებენ, მაგრამ ხალხო, ჩემ ძმას ვეუბნებოდი, აი თაზო მეთქი, კარგი მაგარი ცემენტის კედელი რო წარმოიდგინო, თუ დაგინგრებ ჩემი ძმა მშენებლობაზე მუშაობს და რომ მიადგები დასანგრევად მეოთხარი აი ჩაქუჩით და იმ სატეხელათი, ხო? აი ეგეთი იყო რა. ესე იგი ამ ხელა ქალს, 100 რაღაცა კილოიან ქალს, რომ რა ძალით და დონეზე უნდა ურტყა მუხლში ჩაქუჩით, რაც არის რომ აი ზემოთავ ზანზარებდი იმაზე, ზემოთავ ცურავდი, რა ქვია იმას, საოპერაციო მაგიდაზე. 1 საათი ამდენი ჩაქუჩის ბრახაბრუხი და ამდენი სვერლო იყო თუ ბურღი იყო თუ არ ვიცი მე რა იყო, ქლიბავდნენ, რა იყო ალბათ, რა ვიცი, ბურღავდნენ თუ ქლიბავდნენ, არ ვიცი, მაგრამ ხმა ხო იყო. დედა ეს რა იყო? და ლაპარაკობდნენ რომ ცუდი ის იყო რა, გასასწორებელი იყო რაღაცეები და მე სამი მირახუნებდა, 3 მედგა თავზე, 3 ჩემი ექიმი და 2 სხვა იყო და ის ერთი ამათ ორს ეუბნებოდა ხოლმე გაჭერდით ესმის. ხო და ეს არის რავი მესამე თუ მეოთხე ოპერაციაა ჩემთვის, მუხლზე არა, საერთო ჯამში რაც გამიკეთებდა. ამნაირი საზიზღარი ოპერაცია ალბათ სხვა არ იქნება. ტკივილიანია ძალიან. როგორ გითხრათ ახლა შიგნით ჩემთან იყო, ყველა ქსოვილებიც გაჭრილია, ყველაფერი მყესები იყო ალბათ, ყველაფერი გასასწორებელი, მისაბმელი, შესაკერი, მენისკი და ყველაფერი. და ალბათ ამიტომ. ბოლოს ექიმი მყავდა ხალხო, კერძზე რო გავიკეთე ოპერაცია, მე არ ვიცი ვინ გამიკეთა კერძზე ოპერაცია, თვალით არ მინახია ალბათ ის ადამიანი და რომც მენახა არ მეტყო და მე ვიყავიო, არ ვიცი, იქ გაგიკეთეს მორჩა, გადაბარდი ვიღაცას. მე იმ ვიღაცამაც მორჩა საქმე გადაბარდი, ვერ იპოვი რო გაყვე გზას და აქ არ ვიცი, იმიტომ რომ ნაცნობობით ვიყავით მაინც მისული, რავი, არ ვიცი, ამ ბიჭს ახალგაზრდა ექიმი იყო და ყოველდღე მოდიოდა. ყოველდღე ხან ორჯერაც მოდიოდა, შემოვარდებოდა, ჩემ გვერდზე ქალი იწვა 73 წლისა, იგივე გაკეთებული და მეუბნებოდა ხოლმე ვაიმე რა ექიმი ყავსო და რა კარგი ყავს. მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შემოვარდებოდა მეოთხარ ტკივა ექიმო. მითხრა მაგნაირ ჩაოხრებული მუხლი რომ გაგისწორე. მეორე დღეს მოვიდა, მეოთხარ ჩექმარს უთხარი, მეთქი რომ ასე მითხარი. ჩაოხრებული მუხლი გქონდა. მართალი ვთქვიო. მეოთხარ ექიმო მართალი მითხარი, გაასწორე და ყველაფერი გავასწორეო. არ ვიცი ხალხო რა გითხრათ. ეგ არის რომ ტკივილები აქვს ძალიან დიდი. იქ სანამ საავადმყოფოში გუშინ გამოვედი. სანამ არ ვიცი რამდენად თანმიმდევრულად გეუბნებით, მაგრამ იმედი მაქვს რომ თქვენი გონიერებისა რომ აზრს სწორად გამოიტანთ, რასაც ვამბობ. ხო და აი ხა წელში მიბერავს და არ მოვიტანე ხალათი, ხო და იქ სანამ ახარ, დილასაღამო წვეთოვანით გიკეთებენ გამაყუჩებელს და როგორღაც გადააგორებ ღამეს, მე როგორღაც დღეს, საღამოთი უკვე გადის გამაყუჩებელი დაგტკიდება და ასე თუ ისე კი აფეთქებული გაქვს კუჭინაღოლა და ყველაფერი რა თქმა უნდა. ხო და ეხა სახში რო გამოვედი, დამინიშნეს დილა საღამო შუადღე გამაყუჩებლები აბები.
და დღეს ჩემი ჭკვით თქვი რომ მოდი შუა დღეს გადავახტები აღარ მინდა ამდენი წამალი თქო და არ დავლიე მაგრამ ვაიმე როგორ ამტკიო და 9 საათის წინ უთხარი ინოჩეტეს რამე მომეც შევჭამო ერთი ვაშლი გამითალა და ესა დავლიე კიდე მაინც გამოყოჩებელი და კიდე საღამოზე წუხელ გუშინ საღამოთი რომ გამოვედით ეს სპეციალური ის არის რომელთაც უნდა 20 დღე ვიარო სახლში ამასაც ვერავნახულობდით იქ ყველა ხო თავისას გეტყვის და შენი ტვინი ხო აღარ აქრჩება არა ადამიანს და აი არიყიდოთ და იქირავეთ დღეში აი 1 ევრო ღირს და დღეში 70 ცენტესი ღირს და იქირავეთ დავრეკე ჩემ აფთიაქში არა გვაქვს აქირავებელიო სადაც სანიტარიულ აფთიაქში დავდიოდით იქა არა მე მარტო ვყიდიო არ ვაქირავებ მე ინოჩენტემ თავის ძმობილს უთხრა რომ კიო ბაცო იმალთხა ის საუკეთესოს მოგიტანო გადმომიგზავნეს სურათი აი იცით რა მოუტანია წინ დასაჯდომი აქვს უკან ორი რუჩკა აქვს და თავისი ტორმუსები როგორც ველოსიპედის ტორმუსები იგეთი აქვს აი ხელა დიდი ბორბლები ნუ აი ქუჩაში რო წავიდეს ადამიანი პრობლემა რო აქვს სიარულისა და რო იაროს იმით ქუჩაში და დაიღლება და დაჯდეს მეოთხე სახში როგორ და წარმოგიდგენია მაგით როგორ ვიარო ანამ ტორმუსები როგორ ვაჭირო ამან მოეწონა ლამაზი იყო რამე იყო და მოიტანეს სახში მეოთხარი წაიღე უკან მოუთხარი ვიღაცას წაიღოს მეთქი გადმოუგზავნე ავადმყოფოდან სურათი ძველი მოდელები ქონდათ იქა და აი ესეთი მინდა რომ სუბუქი უნდა იყოს შიგნით უნდა ჩავდგე უნდა ადვილად მიუბრუნდ მოუბრუნდე ისე კი არა რომ მე ვათრიო ისა ამან უნდა მათრიოს თქო მე ხო და ბოლოს როგორღაც ამანაც იქით არეკა აქეთ გადაუგზავნა ხო წავიდა მოელაპარაკა იპოვა სადაც აქირავებდნენ განადიდი რამე ღირს ყიდვა არ არის პრობლემა ხალხო იმდენი ფული გადის ახლა 60-70 ევროს მეტს გავიქნევდით თუ ნაკლებს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვიყიდი მაგრამ მე ვამოვდი მე საწავიღო დაიღო და გადააგდო იმიტომ რომ სად დადგავ ახლა ამას კიდე ხო და მეთქი წავიდა მოელაპარაკა უთხრეს რომ ერთი თვითო ქირას 30 ევროო და ნუ უკვე მოლაპარაკებული ქონდა დასისტემარებული და რომ მოვდიოდით ავადმყოფოდან მოვიდა სურათები გადმოუგზავნა ისევ მეგობარმა რომ ამისი აბა ეს ნახე ახალია აი სატკაცუნო ისინიც ზედმევად კაცუნებ სატკაცუნო ქაღალდები ჯერ ისევ შეფუთული იყო რომ მოიტანა და ესო კაიაო გაწყობთო კიო უთხარით და მოკლედ მოგვიტანა არაფერი ფული და რამე არ უნდა რა ისევ მე უკან წაიღებს ხო და ეს მოვაგვარეთ ეს ჯანდაბას მოვედი სახში მაგრამ ხო საღამოთი უნდა გავიკეთო გეპარინი ჩაგდება არ შეიძლება ამას დაარტყა წელმა მთელი ეს პერიოდი რაც ჩემთან მოდიოდა ნუ საავადმყოფოში ვიყავი ნემსებს იკეთებდა კორტიზოლს და ისე იდგა ფეხზე ხო და ხო იცით ყველაფერი რომ ადამიანს ერთად უნდა მოეწიოს ხო და უკვე კულმინაციას იყო გუშინ ხო და დავრეკე აფთიაქში იქ მეუბნებიან ვერა არ შეიძლება რომ ჩვენ მოგიტანოთ სახში მიცნობენ განა ის არ არის რომ მე ერთმა მითხრა ცოტა ხნის მერე გადმორეკე მაინცო დირექტორს უთხარი მე ჩემ ექიმთან გადავრეკე იმ ჩემმა ექიმა იქით გადარეკა მოკლედ მე ისევ აფთიაქში დავრეკე და ვერ ვარ ვილაპარაკო მოკლედ საღამოთი მოგვაწოდეს მოიტანეს ყველა წამალი ნემსები ყინულის პარკები რავი რაც მინდოდა რაც შეუკვეთ ეგეც მოვაგვარეთ ეხლა აი ის რო ჭამა კვება არის ცალკე თემა ამას რო არ გითხრათ ეხლა ის რო არაფერი არ იყო და აი დაჩქლირთული ვარ ნუ მაგას თავი დავანებოთ ეგ არ მაინტერესებს მაგრამ ნემს ვენები მაქვს ძალიან ცუდი ამ ხელს ვერ ეხებიან იმიტომ რომ არ შეიძლება მარტო ერთი მკლავი აქვს და აქაც იციან რომ სკდება იციან რომ არ არის ვენები იციან 1000 უბედურებაა და შეკაი ადამიანიშვილო რომ იპოვი ის დამიმაგრე კარგად დააგროვდნენ ერთ პლასტირს ვეუბნები კარგად დაამაგრე შნური აი ხელა მკიდია ხო გინდა გასვლა ან უნდა დაიბანო ან უნდა გამოიცვალო ეს გედება მეოთხარი ბადე წამომაცვით რა საბობო ქალბატონო ეგთან მეგრო სად არის ბადე და კარგი ცხოვრება აქვს
კერძო კლინიკა აიცოდეთ. მაგრამ რაშია საქმე? კერძო სტრუქტურებში ესე ხო უჭერენ ყველაფერს. იმიტომ არის რომ სჯობია რომ სახელმწიფოში გამეკეთებინა, იქ აყრია ყველაფერი. იქ არაფრის პრობლემა არ არის. იქიდან რომ გამოსულ ვარ მე სახელმწიფო იმიდან ერთი დღის წამალს და შესახოვებს ყველაფერს გაძლევენ. მით უმეტეს გეპარის ყოველთვის გატანენ. ჩემი ექიმი შემოვიდა და ჩუმად მომცა ის მომდევნო გადახვევა რომ უნდა მქონდეს 5 დღის მერე სპეციალური პლასტირი ეგ ჰქონდათ ისა ბოლო მოდელები და ძალიან კარგია და ძალიან ასეთი და ისეთი და შემოვიდა ჩემი ექიმი და ის ერთი ცალი ჩამიჩურთა ჩუმად არა ჩვენო მითხრა წაიღესო. ხო და კვება მე იქ ერთხელ შევჭამე 2 კოზი ბრინჯი და ნახევარი რაღაცა მოცარელა და მე თუ არ მოვუყდებოდი ის ღამე და მეორე დღე არ მეგონა. ყველა მშიერია. კიდე კარგი ეს ჩემი ქმარი ყოველ დღე რომ მოდიოდა, სანამ მოვიდოდა, მიდიოდა სუპერმარკეტში და მოქონდა იღებდა იქ რასაც ვეთყოდი რა, რომ ეს რაც იყო და მოქონდა ჩემთვის საჭმელი და თან მეუბნებოდა ნანა ეს რა არის 24 საათში ერთხელ აჭამ რაღაცას. დილით მარტო ჩაის ვიღებდი, ჩაი იყო თბილი წყალი და მერე სადილზე არაფერი არ შეიძლებოდა აი რო ახდიდი რო აბავცადო იქნება და რამე შევჭამო ერთი ხელი იყო ქათმის ბარკალი და ვიფიქრე მოდი ჩავიტენი და ახადე და ერთი პატარა ის ჩამოვაჭერი ნაწილი და რომ მივიტანე ცხვირთან აცეტონის სუნი მეცა. აცეტონის. აბა იმას როგორ შევჭამდი. ხო და ეხა წარმოიდგინეთ დაბალი გემოგლობინით შევედი. ამ ოპერაციაზე იკარგება აუარებელი სისხლი. ერთი დღე მედგა დრენაჟი და ერთი რავი რამდენი 300-400 გრამის სისხლი თავისით გამოვიდა. ხო და რანაირი დასუსტებული ხარ წარმოიდგინე და ისიც მშიერი და წამლებით გატენილი. აი და მაგიტო ვამბობ რომ ძალიან სუსტად ვარ. აი ეგ მაგის აღდგენა მჭირდება ეხლა. ხო და რომ მოვედი წუხელ რომ ავდექი ფეხზე და ცოტა მივდექ მოვდექი საყინულეში ვიპოვე ვაიმე რაც მე ჩემი თავი ვლოცე. ტოლმა გავაკეთე არვი როდის წასვლის წინ და ეთყობა რომ აღარ მინდოდა ვერ დავძალე გაყინული მქონდა შენახული იმაში კონტეინერს რა ქვია არც მოკლედ რა საყინულეში და ვაიმე რომ გამოვიღე ეგა და დღეს რო ვეძგერე ნუ დიდები არ იყო პატარა ტოლმები იყო მაგრამ 4 ვჭამე იქ კიდე სავადმყოფოში ფიქრიას გამოგზავნილი ყველით მედგა სული ინოჩენტეს ვეუბნებოდი მომიტანე ამიდორები, წვრილი ჩილეჯინები, ბოლო დღისით 2 კიტრი, არა 2 უთხარდასარი მომიტანა. კიტრიც მომიტანა და ფიქრიას ყველით აი რო ვთქვა რომ ცოტა რაღაცა რო გესიამოვნ ჯერ ხო ნაოპერაციებელზე ხო ისედაც აფერი არ გინდა. ხო და აი იმ ყველით მედგა სული. რომ როგორც მომშვიდებოდა პატარა შავი პური მქონდა ნაყიდი რაღაცა ის და პატარა პური 21-3-4 ცალი პომიდორი და ყველი. აი მაგით გავიარე. დღეს კი წავიდა ჩემი ქმარი მოიტანა უთხრა მე ხორცის ისა კარგი ხორციც მიუხედავად ტოლმის ნახევარი პეტინა რა ქვია არ ვიცი. ნუ ცოტა ძროხის ხორცის ჩავიტენე. რო ძალები მოვიკრიფო, იმიტომ რომ თუ ძალა არ მომეცა და ფეხზე წესიერად ვერ დავდექი, ვერაფერი ვერ გამოვა, იმიტომ რომ ავდგები ცოტა რამეს გავივლი, ცოტა რაღაცას და გული მეფერება. მოკლედ არ ვიცი კიდე რა გითხრათ. რა უნდა ინოჩენტე ახლა მეუბნებოდა ნანა თავი გააქო გუშინ როგორც კი სუნთქვა დავიწყე და აი ცოტა რამის შევძელი რომ რამე პირველ რიგში რა გავაკეთებ თქვენ არიცით. თმები დავიბანე, იმიტომ რომ ყველაზე ძალიან რაც მაწუხებდა არის თმების და იმიტომ რომ ყარდა
ცუდად ხო ვიყავი არა ეს სისუსტე გასხავს ოფლი მერე გაშრები მერე ისე ვოფლი რა თქმა უნდა იმათ თეთრეულზე მე ჩემი აშუ გამანოს რა პირსახოც ხონდა გადაფარე ესე იგი თმებს ხო ვერ ვისუფთავებდი და სავარცხელზე კბილებიან სავარცხელზე რო მუცელში იმას გამიკეთებდნენ გეპარის დააგდებდნენ იქ გოჩემ ტუბუჩკაზე ხოლმე ბინტი სპირტიანი ბინტი მოქონდა ზედმეტი რა ვიცი ხო იცით ჭუჭყი რაღაცა მაინც რო გასუფთავებული იყო ცოტა თითქმები და გუშინ საღამოთი როგორც კი აი გონზე მოვედი და მეოთხარი თმები დამაბანინე თავი დამაბანინე ოყონდაც მეთქი კიდევ კარგი ის რა ქვია პირსაბანზე გვაქვს აბანოს პირსაბანზე ხო ეს ონკანი ხოა და ონკანზე დამაგრებული გვაქვს ის პატარა დუშს რა ქვია ხალხო დუში არ ვიცი რა ქვია დუშის ყურმილი რა ქვია შხაპი რაც არის მოკლედ ისა გვაქვს დამაგრებული რა პატარა სპეციალურია ის პირსაბანების და ძალიან კომფორტულია და მოსახერხებელია და მაგით ბატონო კარგად დავიბანე და წყნარად და მშვიდადღა მეძინა და ეგრე ეხლა რაც შეეხება ჩემ მდგომარეობას ამ ოპერაციის მერე უფასოდ გეკუთვნის რეაბილიტაცია რაზეც ვთქვი უარი ჯერ ის რომ სტრუქტურები ამ სარეაბილიტაციო ცენტრები არის სავსე და უნდა ელოდო ერთი ქალი იწვა ბეჩავი არცახში მიდიოდა რა ვიცი არავინ არ ამყავს დიდი იყო არ ვიცი 80 წლისა და 3 კვირა ველოდებიო ხო და იქ მეორე დღესვე იწყება ფიზიოთერაპია მოდიან ის სპეციალური მანქანა ეხლა არ ვიცი რა ქვია მანქანას დამავიწყდა ფეხს დებენ და ეს ფეხს შლის და კეცავს და მე არის ვარჯიშები პირველი დღეები დაწოლილზე ბოლო გუშინ წინ ფეხზე დგომი ვარჯიშები გქონდა და იქ მაკეთებინებდნენ მაგას ხო და ამ სარეაბილიტაციო ცენტრი უფასოა მეთქი ვთქვი მაგრამ იმისათვის რომ დღეში 1 საათი ვარჯიშები გამიკეთონ ფიზიოთერაპია გამიკეთონ უნდა ვიწვე მე იქ მთელი დღე უმაქნისად ყოველ დღე უნდა მოვიდეს ეს საწყალი ბეჩავი ჩემი ქმარი უნდა მიზიდოს წინ და უკან გასარეცხი მოტანა საჭმელი სტრუქტურებში საჭმელი ყველა ერთი იგივეა გერმანული კომპანია არის რომელიც ტენდერის პატრონია ბატონო და აი ყველა ამბობდა უბრალოდ თავმომწონე ღორსაც რომ დაუყარო ისიც არ შეჭამდა რაც მოქონდათ იმას ხო და ინოჩენტეს როგორ ვიჭერდი რომ აი ხა ამას ავიღებ და კალიდორში გავისვრიოდ იატაკზეო და მე კრიფონო ხო და ესა ხო და ვის თქმა მინდა რომ უარი ვთქვი მაგ უფასო რეაბილიტაციაზე მანამდე უკვე მოლაპარაკებულია უკვე შეთანხმებულია ორშაბათს ვიწყებ ფიზიოთერაპიას ფასი არის 40 евро ერთი დღე, ну, ერთი მისვლა რა, ერთი საათი იქნება თუ არა მგონია მეტი იყოს, მაგრამ ერთი საათი მაინც თუ არა დავდგავ კონცერტს. ხო და 40 ევროვო თუო ფაქტურას მოგცემთო და 35-ო უფაქტუროთო. მე არ მინდა ფაქტურის გარეშე, იმიტომ რომ ყველაფერი ხო უნდა გათვალო და გაიგო და არ მიფიქრია, მაგრამ სხვა მითითა ისევ საავადმყოფოში, რომ არ გაიკეთო უფაქტუროთო, რო რამე მოხდესო, რო რამე არ წავიდეს კარგათო, რო რამე იყოსო პრობლემაო, ვერაფერს ვერ დაამტკიცებ, ვინ გაგიკეთა, ან ვინ გაგიფუჭა, ან რა მოხდა. ამიტომ მე არ მინდა 35 евро 40 ევროს გადავიხდი და ფაქტურით გავაკეთებ, იმიტომ რომ რამე საფუთი უნდა გეჭიროს ხელში, რომ ჩაიტარე ეს ფიზიოთერაპია. ხო, ეგა 15 დღის მერე მე 15 დღეს უნდა ამხსნან ნაკერები. ნაკერები არის ისა, ეგრე. შპილკებით. ხო და მაგას რო ვთვლიდი ის უნდა გენახათ. რომ ამ ნაკერებს მადებდნენ და ვთვლიდიც კაპუნებს. ხო და
მოკლედ ეგეც გითხარით. 20 დღე უნდა ვიარო ამითი, აი საგორავითი. მერე 20 დღე 2 ყავარჯნით და მერე 20 დღე 1 ყავარჯნით. და საერთოდ უნდა შენ მუხს მოусმინო, როგორ დადგება რა, სანამ არ იფიქრებ, რომ იჭერს და მყარია და წონასწორობას როგორ ვთქვა, არ გაკარგვინებს, მანამდე უნდა მიეხმარო. ხო და ეგრე, გითხარით, ამასაც გადავიტან, ამასაც გადავაგორებ ღმერთის მადლითა და წყალობით და დახმარებით, არ ვიცი როგორ გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ოპერაცია, აი თუ ვინმე აპირებთ ამის გაკეთებას, განა იმიტომ რომ ვინმე შეგაშინოთ არა კაცო, უბრალოდ მზად იყავით. უბრალოდ გქონდეთ მზაობა და ფსიქოლოგიურად იყავით მზად, რომ ტკივილებიც არის, უსიამოვნო ბევრი რამეა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რა თქმა უნდა, ადამიანი ქვადარკინა არის, მოგეხსენებათ, ყველაფერს ვუძლებთ. ხო და ეგრე. ის ქალი ჩემთან რო იწვა, 73 წლისა იყო. და 10 წლის წინ გავიკეთე ერთიო. მეორე მუხრიდან. ეხლა 10 წლის მერე ეს მეორე უკვე ვეღარ დავდიოდიო და ეხლა მეორე გაიკეთა. იყო, რა თქმა უნდა, ჩემი ასაკისა იქ არავინ არ იყო, მგონი ერთი კაცი იყო ჩემზე უფრო პატარა, არ ვიცი რა ფეხი კი იყო, მაგრამ რა გაიკეთა არ ვიცი. მაგრამ ამ პრობლემით უფრო იყო, უფრო ასაკიანი ხალხი რა და რომ მოვიდა მთავარი ექიმი, შემოვლასაკეთებდა დილით, ხოლმე. 2 დღეში ერთხელ მგონი, რავი არ მახსოვს და რო ჩამოიარა ესო როდის გაიკეთაო, მითხრა რომ პარასკევს წადიო, პარასკევს გაგწერთო და არა და მე უკვე ნათქვამი მქონდა ჩემი ექიმისთვის, რომ ხუთშაბათს წავალ მეთქი და კარგიო ჩემმა ექიმა მითხრა და ეს თავარი ექიმმა ეხლა პარასკევსო და მე ვთხარ ვაიმე ექიმო ხუთშაბათს წავალ მეთქი რა და რამე წლის ახარო 55-ის ამენი წადიო გაწერეთო. ესე იგი ოპერაციიდან როგორც კი გამომიყვანეს, მაშინვე წამიყვანეს, რენტგენი გადამიღეს. პირდაპირ, სანამ პალატაში ამომიყვანდნენ. მერე ვაიმე ერთი ბიჭი იყო კიდე, ვაიმე ისეთი ზოგი კარგი, სულ ახალგაზრდა გოგო ბიჭები არიან, სულ ახალგაზრდა გოგო ბიჭები და ეს ბიჭი სულ მეფერებოდა. ოპერაციიდან რომ გამოვიდი, ნუ გეშინდა ყველაფერი კარგად იქნება. ხალხურზე მეფერებოდა, სულ მეფერებოდა. ხო და ესა მაშინვე გამიკეთეს, ეხლა გამოწერის წინ რენტგენი გამიკეთეს კიდევ და ერთი თვის მერე კონტროლი მაქვს ექიმთან და ოღონდ სანამ კონტროლზე წავალ კიდე რენტგენი უნდა გავიკეთო, რომ რა ხდება ნახოს. ხო, მოგახსენეთ ინფორმაცია. მეორე ბიჭი იყო კიდე ერთი, სანიტრები არიან ესენი და ძალიან ნაკლებობაა, პერსონალის ნაკლებობაა, რა თქმა უნდა, ცოტაა ხალხი, სამუშაო არის დიდი, 40 ადამიანი წევს განყოფილებაში და 2 ექთანია და საგიჟეთია მოკლედ. ყოველ დღე დილა 4-5 ოპერაცია, საღამოთი 4-5 ოპერაცია, ამოყავთ ესენი და ამდენი შეწუხებული ხალხი კიდე ხო წარმოგიდგენიათ, რომ რეკავენი მზა არს ეკტრებს ეძახიან. ხო და ეს ბიჭი პირველ დღეს ის რაღაცა რომ მომწამლა და ძალიან ცუდად ვიყავი, დაბემართა ისტერიკა და ნუ მოვიდა ეს ბიჭი. საინტერესო. არა, რაღაცებსა დუძღუნებს. ვაიმე მე ვთხარ, შენ ექთანი არა ხარ, წადი მოიყვანე ვიღაცა ან ექთანი, ან ექიმი, ცუდათავა, რაღაცა გამიკეთეთ. ან წნევა გამიზომეთ, ან სიცხე გამიზომეთ, ცუდათავა. ხო და ამ ბიჭს ვუყვირე ცოტა. ნუ ვუყვირე ახლა ის კი არა რომ მართლა მე ისტერიკა, თავის მოთოკვა და ზღვარი, ჩემი მოგონილია, ხო და მერე საერთოდ ინოჩენტეს ვეუბნებოდი, რომ საერთოდ მე რო ადამიანს თავიდან ვეჩხუბებ, მერე იმასთან აუცილებლად მეგობრობა მაქვს მეთქი და ამ ბიჭთან მერე ისეთი კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგ ბიჭის მორიგეობა რო იყო, ჩემი დღესასწაული იდგა. ძალიან მეხმარებოდა, ხო, ეს ჩულკი უნდა გეცვას, ტრომბის და საწინააღმდეგო ჩულკია ხალხო. ეხლა მე თქვენ ზუსტად რო გითხრათ, ადამიანს რო არის ზომაში
50 ზომა რო არის და იმას რო 20 ზომის ტანსაცმელი უნდა ჩააცო, აი ვარიანტია რა და სამი ადამიანი ეკაჩებოდა რომ მაცმევდნენ ამ ჩურკს. და არის საშინელება რომ გაცვია დღე და ღამე. ხო და ორი თვე არ შეიძლება გახდათ, ან ორი თვე უნდა, გაიხდი, გარეცხავ, მე მეორეც ვიყიდე, მაგრამ ისე უნდა ჩაიცვა. ხო და ეს ბიჭი მეხმარებოდა ძალიან ჩაცმაზე. ხო და ამ ბიჭთან მქონდა აი არ ვიცი რა, თან ისეთი გულიანი იყო, ისეთი გულიანად მუშაობდა ყველაფერზე რომ რა გითხრათ რა. და ბოლოს ეხლა რო უკვე უნდა გამოვეწერე, აი სუნთქვა არა ქონდა და გამაქცია მაინც რენტგენზე გადასაღებად, რომ სანამ მომეწავალო, მოდი წაგიყვანო, რომ მე რო ვინმე ჩემს მე რო სმენა მოვაო, რა ვიცი, მოგაქცევს ყურადღებას. ხო და გამაქცია სულ და თან ხალათი თვითონ მომახვია სენიორაო, დაბლა ცივაო, იქ კალიდორშიო ცივაო და შეგცივაო და მომახვია ისა პიჟამო კი მეცვა, მაგრამ ხალათში შემფუთა და რომ მოვედით იქიდან მოთხარი მოდი აქ არ წახვიდე. არა, ის არა მიხვდა და არა, ჩათვალე ევროპატივი მეცი, მოდი აქ მოთხარი არ გამაბრაზო მეთქი და არა მქონდა დიდი რამე ფული 10 ევრო მივეცი. რაც ამ მქონდა მივეცი, იმიტომ რომ გაგვაფრთხილეს რომ ფული არ მოიტანოთ, სამკაულები არაფერი არ გეკეთოთ, არც კალიცო არაფერი არ გაიკეთოთ. თორემ ჩვენ მოხსნით და მაინც იმაში წავიღებთ კასაში და თუ გინდათ რაღაცა ცოტა რამე წვრილი ხურდა აქ გქონდეთ და თუ არა, არაფერი არ მოიტანოთ და მეც არაფერი არ მქონდა და ის 10 ევრო რომ მქონდა ვაჩუქე იმ ბიჭს. მაგის ჯავრი აღარ ჩავიყოლე რომ პატივის ცემა არ იმას ქედი მეთქი არ ვეც მე იმე შეტეს ვეუბნებოდი რომ მოვასწარი მეთქი პატივი ვეცი. ეხლა ჩვენი ექთანი ბიჭი რო ყავს სახში არა? აბა ფულს ხო აბა არიღებს, ეხლა დღეს უძლევია ინოჩენტეს და იმ ხელა ყვირილი დამიწყოვო, რომ რა ვიციო და მაგას ეხლა 10 ევროს კი არ ვაძლევთ ხალხო. ექთანს ცოტას ვერ შევკადრებ, ხო და ეხლა ცოტა რო გონზე მოვალ, რამე კარგი ფირმის სპორტულ ფეხსაცმელს იმას ვიზავ, ვუყიდი. ზალანდოში, ან ნაიკი, ან რაღაცა ნორმალური რა, რავი, 1000 კარგი ფირმისები რაც არის რა. ნაიკიც, ადიდასი უკვე ჩამოიწერა, აღარ არის მოდა. გაბანძდა. იმდენი ახალი კარგი ისინია და რამე ისეც ნორმალური რო იყოს. ხო და მარტში აქვს დაბადების დღე და იმის თქმა მინდა რა მანამდე ვაჩუქებ რამეს მეთქი. იმიტომ რომ არა ჩვენ არავის უპატივცემულოდ არ დავტოვებთ. ხო და ეგრე ხალხებო არ ვიცი ეგ მწვანე რატო ანთია, არ ვიცი რას ვაკეთებ, აღარაფერი აღარ ვიცი. წავედი ახლა მე არ ვიცი კიდე როდის ჩავწერე ვიდეოს წარმოდგენა არა მაქვს, კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა. ხო და ეხლა მოხლზე ყინულს დავიდებ. იქ არც ყინული არ დაგვადეს სახში. რაღა დროს ერთი კვირის მერე ოპერაცია ჩავლილია და ეხლა ყინულები დაიდეო. მაინც ვიყიდე და დავიდებ ჯანდაბას. ხო და ეგრე ვაიმე დედი, ვაიმე. ასეთი ამბები მაქვს ხალხო. ასე თუ ისე მაინც ყოჩაღი ვარ. ინოჩენტე მიეჩვია სადილების კეთებას. ჭურჭელი მაინდა-მაინც არ არის დიდად დასარიცხი. ხვალე დილით მოვა გოგო, დღეს არ დავიბარე, იმიტომ რომ არა მაქვს თავი, უბრალოდ მინდოდა ერთი დღე დასვენება. არ მაინტერესებს რა არის გასაკეთებელი, არ მაინტერესებს ინოჩენტე მეუბნება სარიცხს მანქანაცავსია, არ მაინტერესებს არაფერი. ხვალე რომ მოვა ისა დამხმარე, მეუთხარი მოდი ჩვეულებრივ მეთქი და ერთ ორ მანქანას სარიცხს მოვასწრებთ რო და იმას ვიზავ რა მანამდე და მიხედავ სახს და დანარჩენზე მეთქი მოვილაპარაკოთ მერე დღეები, როდის მოვიდეს ხოლმე რომ მომეხმაროს. ეგ არის და ეგ. ექიმს ვეუბნები, რა არ შეიძლება რომ გავაკეთო, სახში რა გავაკეთო, რა საერთოდ არ გავაკეთო. კარგად ამიხსენი მეთქი. მოვიდა ეგ დამადო მხრებზე ხელი და მეუბნება, რაც გინდა გააკეთე, ოღონდ არ წაიქცეო.
ოღონდ არ წაიქცე და თავში ფაი ხალხს კიდე ის გააკეთებდა. ეხლა ამას მე ხელს არ უშვებ და ისა რა ქვია ისეც იატაკების არც მანამდე არ ავწმენდავდი იატაკებს თვეებია და აი ხლა რაღა გამაგიჟებს ხო სწორია ხო და ისე რომ ერთი რა ვიცი მე დავჯექი და ხო გუშინ დავჯექი და კარტოფილი გავთალე ეგარ ხო და ხორცი გქონდა მოხარშული ხორცი გუშინ კარტოფილი გავთალე და ეგ შევწვით საღამოთ ხო და ეგრე რა ვიცი მეტი რა უნდა მეთქვა წავედი ახლა და აბა თქვენიცით ყველას ჯანმრთელობა გქონდეთ პირველ რიგში ჯანმრთელობა გქონდეთ სიკეთე გქონდეთ და მერე დანარჩენი ყველაფერი კიდე დედა იმდენი საჭორაო მაქვს მაგრამ აბა სადაც აღარ ძალა მაქვს აღარ წუღუნე მაქვს და აღარც არაფერი და დაიცადეთ აბა დადგა გოგო აჰა ალბათ დავიკელი არ ვიცი ვერ გეტყვით დავიკლებ 4 დღე ოღონდ 3 დღე სრული მშიერი ვიყავი იმიტომ რომ 2 დღე თვითონვე არ მაჭამეს ხუთშაბათი მივედი და მშიერი ვიყავი ფაქტიურად არაფერი მიჭამია პარასკევი არაფერი არ მიჭამია შაბათს ინოჩენტი არ მოსულა ხალხო იმიტომ რომ ფეხზე ვერ დადგა ისე დღეში იყო და კვირას დავიწყე ჯამა და ისიც ერთხელ დღეში და ასე რომ შეიძლება რომ მოვიკელი მაგრამ კაია ეგ კარგია წავედი ხლა მე შემოული ამ მაგიდას და გავთიშავ ვიდეოს აბა ჰე და აბა ხო შვენიერად დავგორაო პატიოსნად